დამაკავშირებელი რკინიგზა დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. თბილისი ლონდონის მატარებელი გავხსენეთ. თბილისი ცხინვალზე ცოტათი მეტი არის. როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტზე გვიყურებდნენ როგორც მეოცნები ხალხს, მაგრამ დღეს ვართ მომსწრეები ამ მოთხრების აღსრულებისა. ოპოზიციის სტრატეგია ვინ როგორ დაიწყო წინა საარჩევნო კამპანია კურიერის შეკითხვებს რამდენიმე წუთში პრეზიდენტობის კანდიდატი გია მაისაშვილი უპასუხებს. ფეხბურთის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით ეთერშია კურიერი დიანა ჯოჯუასთან და ზაალო დომაშვილთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი პირდაპირ გზა აზიიდან ევროპისკენ. ცვლილებები ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ მინისტრთა კაბინეტში ბელა წიფურიას ისევ ლომაიას გუნდის წევრი მაია მიმინოშვილი ცვლის. ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზა მარაბდაში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება თითქმის 9 მილიარდი დოლარია, 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას პროექტის მონაწილე სამივე ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო. პროექტი, რომელსაც დღეს გეოპოლიტიკური რევოლუციაც უწოდეს, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ევროპასთან პირდაპირ სარკინიგზო კავშირის დამყარების შემდეგ სამივე ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს ელოდება. პირველი ეშელონი ახალ მაგისტრალზე 2010 წელს უნდა დაიძრას. პროექტის დეტალებზე გიორგი კეპულაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. დღეს ხშირად ისმოდა შეფასებები გეოპოლიტიკური რევოლუცია, ასევე ეკონომიკური გარღვევა ამ სიტყვის კარგი გაგებით. ფაქტია, რომ პროექტი საკმაოდ ძვირიჯდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თურქეთიც, საქართველოს და აზერბაიჯანიც იძენს ახალ სტრატეგიას, ახალ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და თავისთავად პროექტს აქვს საკმაოდ დიდი ეკონომიკური მოგება. ამ გზაზე უახლოეს წლებში ვაგონების უფრო დიდი შემადგენლობა გაივლის. ლენდაგი პირველად თავად პრეზიდენტებმა გამოსცადეს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პირებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საფუძველი პირადად ჩაუყარეს. ლიდერები დღეს აქცენტს პროექტის მთავარ მნიშვნელობაზე აკეთებდნენ. მალე ახალი რკინიგზა აზერბაიჯანს და საქართველოს ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს. ის დრო, როცა ჩვენ დავიძინებთ საღამოს თბილისში მატარებელში და გავიღვიძებთ დილას სტამბულში, არის ძალიან ახლოს. და შემდეგ გავივლით თურქეთს და დავიძინებთ კიდევ ერთხელ გავიღვიძებთ რომელიმე ევროპის შუაგულის დედაქალაქში. მე ვარაუდობ ჩემს საპრეზიდენტო მეორე ვადაში ბევრად უფრო ადრე ვიდრე ეს ვადა ამოიწურება, ეს რკინიგზა გავხსნა და ვიყო პირველი მგზავრი ბაქო-თბილისი-სტამბულის ექსპრესის. პროექტს სამი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს. ახალი მაგისტრალი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს. იზრდება რეგიონის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ სამი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პროექტი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. კავკასიის რეგიონში კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია რეგიონის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ წისვლას უზრუნველყოფს. ეს არის გლობალური სარგებლობის მომტანი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობაში. სამი ქვეყნის პრეზიდენტი დღეს ერთად აღნიშნავთ საუკუნის პროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო წარმატებული პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვიტანს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთმანეთთან სამ ქვეყანას დააკავშირებს. ამასთან ერთად ფაქტობრივად აღდგება ძველი აბრეშუმის გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას შორის იქნება პირდაპირი სარკინიგზო კავშირი. სპეციალისტები ტვირთბრუნვასთან ერთად მგზავრთა ნაკადის ზრდასაც ელიან. თავისი ფუნქციონალურობით და დატვირთვით ის შინაარსი, რაც მასში ჩადებული არის, ეს არის დამატებით თურქთან გადადის მოზიდვა, როგორც ცენტრალური აზიიდან და უფრო შორეული უცხოეთიდან, დასავლეთის მიმართულებით ასევე უკან. ეს არის საშუალება იმისათვის, რომ დასაქმდეს უამრავი ადამიანი და მთელ ამ რეგიონს გაუჩნდეს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. ათეულობით 1000 ადამიანი ჩაერთოს აი ამ პროექტში პირდაპირ და ირიბად და შეიქმნას უამრავი სამუშაო ადგილი. პროექტის მიხედვით რკინიგზა 2010 წელს უნდა ამუშავდეს. ამისთვის კი რამდენიმე ეტაპია გასავლელი. უნდა მოხდეს მარაბდა ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია, გაიზარდოს გამტარუნარიანობა. ახალქალაქიდან ყარსამდე კი სარკინიგზო მაგისტრალი არ არსებობს და ასაშენებელია. ეს ფაქტურად არის გარღვევა
ეკონომიკური გარღვევა, ძალიან კარგი და სწორი გაგებით და მე ვფიქრობ ამაზე დაშენდება სწორედ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და რომელიც უკვე მომწიფებულია და ფაქტურად ამაზეც ახლა გაგრძელდება საუბარი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენ განავითაროთ ჩვენ მეზობლებთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აისახება ძალიან ბევრ პროექტში, ეს არის ენერგეტიკული პროექტები, სატრანსპორტო პროექტები. პროექტზე მსჯელობა 2005 წლიდან დაიწყო. თითქმის 2 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელშეკრულებას ხელი სამივე ქვეყნის პირველმა პირებმა 2007 წლის თებერვალში მოაწერეს. დღეს პროექტზე მსჯელობდნენ ეკონომისტები და პოლიტოლოგებიც, ისინი ეთანხმებიან იმას, რომ პროექტს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა ისმოდა კრიტიკას და ვარაუდები იმაზე, რომ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას პროექტის ამუშავების შემდეგ. ეს არის ფართო აზიური ჩვენი ყოფილი საბჭოთა კავშირის რკინიგზის გადასვლა ვიწრო ევროპულ რკინიგზაზე და ბუნებრივია იქნება უმოკლესი გზა ევროპული და აზიური თურქეთის მიუღწევაში. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს დღესდღეობით რაც არსებობს ინფრასტრუქტურა ეს არის ძალიან მოძველებული და ბუნებრივია რომ გაამართლოს ამ პროექტს 30-40 მილიონი ტონა ტვირთმა უნდა გაიაროს, ამას სრულიად გასაახლებელია ის რაც არსებობს ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან დიდი და საინტერესო პროექტი. აქ კიდევ ერთხელ ფიქსირდება, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი არის ერთიანი გეოპოლიტიკური ღერძი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონალური განვითარებისთვის, რეგიონის ფუნქციის შეძენისთვის. თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით მე მაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ მე ვხედავ რისკს ჩვენი პორტების გარკვეულწილად შესუსტების. თვალნათივ ჩანს, აი რა შეიძლება მოხდეს კარგი რეგიონში და რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეს რეგიონში ჯანსაღ ყველა მხარისთვის სასარგებლო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ კუთხით რა შეუძლია ითამაშოს ინფრასტრუქტურულ ობიექტებმა, მათ შორის არსი ახალქალაქის რკინიგზის სახით და წინააღმდეგ შემთხვევაში თქვა აი რა ცუდი პერსპექტივები შეიძლება გქონდეს რეგიონს. უკვე დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი გამოდის კიდევ ერთი ინიციატივით ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრები ოშკი, ზარზმან და ასე შემდეგ დაიწყება ამ ტაძრების რესტავრაცია და ეს ყველაფერი მოხდება ქართული და თურქული მხარის შეთანხმებით და ერთობლივი ძალისხმევით. მადლობთ გიორგი, პირდაპირ ეთერში გიორგი კეპულაძე საუბრობდა. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გახსნის შემდეგ დღის წესრიგში კიდევ ერთი პროექტი დგას, რომელიც თბილისს მატარებლით ლონდონთან დააკავშირეს, თუმცა სარკინიგზო პროექტის გარდა დღეს კიდევ მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინო, ციტრუსი და ხილი თურქეთის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. ჩვენ დიდი ხნის მეგობარი ხართ საქართველოს, ისე როგორც თურქეთი არის ჩვენი ყველაზე მართლობელი, ყველაზე ერთგული ხარდამჭერი ქვეყანა. პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის შემდეგ ხელმოწერების გაცვლა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოხდა. დოკუმენტის მიხედვით, ქართველი ბიზნესმენები თურქულ ბაზარზე 1.250.000 ბოთლ ღვინოს, 4.000 ტონა ციტრუსს და 2.000 ტონა ვაშლს ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე შეიტანენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გაიტანს იმ პირობებში, როცა მისი ტრადიციული ბაზარი საექსპორტო დაკეტილია, თავის სოფლის მეურნეობის პროდუქციას, თავის სამრეწველო პროდუქციას, თავის ინტელექტუალურ პროდუქციას სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ზარდ და განვითარებად თურქეთის ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თურქი ბიზნესმენები თავისუფლად იმოძრაებენ საქართველოს და გამოიყენებენ საქართველოს როგორც პლაცდარმს და ასევე როგორც მნიშვნელოვან ცენტრს შუა აზიის და კასპიის რეგიონის მიმართულებით. არანაირი საბაჟოს გადასახდელები არ უნდა იყოს ამის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ ესე იგი პროდუქტები იქიდან აქ მოვალ და იქიდან თურქეთში მივალ არაფერი გადასახდელი არ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ეს გადამწყვეტი იყო, იმიტომ რომ აქამდე არაერთი პოტენციური პარტნიორი გვიკავშირდებოდა ჩვენ თურქეთიდან, რადგან მოწონდათ ღვინო, მოწონდათ ხარისხი, მაგრამ ის დაბეგვრის, საბაჟო დაბეგვრის განაკვეთები, რომლებიც არსებობდა დღემდე, იყო ძალზე დამოპყრობელი. ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის გავლით თბილისი-ლონდონის ჩქაროსნულ მატარებელზე ბილეთი უკვე დაჯავშნა. პრეზიდენტმა ევროპაში გზის მარშრუტი დღეს რუკაზე მოხაზა. ჩვენ დღეს გავხსენით პროექტი, რომლითაც ადამიანი ჩაჯდება მატარებელში თბილისში და შემდეგ თურქეთის გავლით, სტამბულის გავლით, გვირაბის ქვეშ წავა და გაიღვიძებს სტამბულში ერთხელ, შემდეგ წავა გვირაბით ასევე და
ამოვა ლონდონში. თბილისი ლონდონის მატარებელი გავხსენეთ. თბილისი ცხინვალზე ცოტათი მეტი არის მე მგონი. ეს ყველაფერი კეთდება ადამიანებისთვის და მე ვაპირებ, რომ ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლომდე მე ვიყო პირველი მგზავრი თბილისი ლონდონის მატარებლის. Biz Çkari matareblis, ekspresis. Biz bütün bunları insanlarımız için yapıyoruz. Benim amacım iki პრეზიდენტების ვარაუდით ახალი მარშრუტი ევროპასთან ჩინეთს და ყაზახეთსაც დააკავშირებს. თურქული მხარე მთავარ პარტნიორად ამ მარშრუტში საქართველოს მიიჩნევს. ამიტომაც მისთვის დე-ფაქტო ლიდერების სტუმრობა მიუღებელია. თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა ცოტა ხნის წინ სერგეი ბაღაფშის ვიზიტი ჩაშალა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხები განვიხილეთ. კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ და ტერიტორიულ მთლიანობას და აქედან გამომდინარე ჩვენი სურვილია აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს. ახალი ინიციატივები დღეს პრეზიდენტებმა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს. ახალი მარშრუტით სწორედ ისინი ისარგებლებენ, რადგან მათი უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეა. ეს რა თქმა უნდა პოზიტიური ნაბიჯი იქნება მიმოსვლისთვის. თურქეთი მოგესწრებათ ჩვენი მეზობელი ქვეყანა არის და მათ შორის მიმოსვლა რა თქმა უნდა გაადვილდება. ეს უნივერსიტეტი არის ორი ქვეყნის პროექტი, თურქეთის და საქართველოს და მე ვფიქრობ ძალიან წარმატებული პროექტია და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერები ვართ. აბდულა გიულიმ საქართველოს დღის ბოლოს დატოვა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ხვალიდან ამოქმედდება. ეკა ხოფერია ტელეჟურნალისტიკიდან მიდის, როგორც ცნობილმა წამყვანმა კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა არხიდან წასვლის თაობაზე. მისივე თქმით, იგი აქტიურ ტელეჟურნალისტიკაში თავს ვერ ხედავს და მუშაობას რადიო უცნობში განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი გამოსვლიდან დამრჩა შთაბეჭდილება და აზრი, რომ ძალიან მალე აღდგება ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჟურნალისტებისთვის და ჩემი კოლეგებისთვის. და მე მთლიანად უერთდები ამ მოთხოვნას, ბუნებრივია, აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თავს, მართალი ბრძანდებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, მე წამოვედი ტელეკომპანია იმედიდან, ვესაუბრე ამის თაობაზე ბიძინა ბარათაშვილს, შევატყობინე გიორგი თარგამაძეს. ასევე ჩვენ მანამდე ქონდა შეხვედრა საპატრიარქოში, მე მქონდა შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან, ვესაუბრე ოპოზიციის პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს ოჯახს. პრინციპში ყველა მიცის ამის თაობაზე რა გადაწყვეტილებაც მე მივიღე და ვფიქრობ სამართლიანი იქნება რომ საზოგადოებამაც იცოდეს ამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე. ანუ მე წამოვედი იმედიდან, მე ვრჩები რადიო უცნობში გადაცემა დიალოგების წამყვანად, სავარაუდოდ მე ვითანამშრომლებ სხვადასხვა გაზეთებთან სტატიების წერის თვალსაზრისით და ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ჩემს თავს ტელეჟურნალისტიკაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია იმედსა და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე მორგი განცხადება კეთდება. მეთიუ ბრაიზა დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გადადგმულ ნაბიჯს და ამავე დროს აცხადებს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მალე გავა ეთერში იმედი. First of all, I already missed Georgia. It was a very emotional and difficult week, but it's such a fantastic place. მე უკვე მომენატრა საქართველო. ეს იყო ძალიან ემოციური და რთული კვირა, მაგრამ ამასთანავე ფანტასტიკური ადგილი, სადაც მე ეს დრო გავატარე. ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, არჩევნები იქნება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ეს დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად მალე გავა ტელეკომპანია იმედი ეთერში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ასევე მოხარულები ვართ, რომ მივდივართ იმ პრობლემის მოგვარებისკენ, რომელმაც იმედი უნდა დააბრუნოს ეთერში. ეს საკმაოდ კარგია. ასევე ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუნდაც პენსიონერებთან შეხვედრას. როგორც ჩანს, პრეზიდენტი და მთავრობა იწყებენ ახალ ძალისხმევას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად და ახსენებენ ხალხს, რომ მთავრობა ზრუნავს მათზე და მთავრობას აქვს მოქალაქეების მიმართ მოვალეობა. ისევე როგორც მოქალაქეებს აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან კანონის უზენაესობა. ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც ჩვენ გსურს ვიხილოთ ტელეკომპანია იმედი ეთერში. ლევან გაჩაჩილაძე ქართულ ტელეარხებს არენდობა. დღეს რუსთავი 2-სა და მზის გადამღებ ჯგუფებს ის სტუდია დაატოვებინეს, საიდანაც გაჩაჩილაძეს რუსი ჟურნალისტების შეკითხვებზე უნდა ეპასუხა. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას რუსული მედია უფრო ობიექტურად აშუქებს, ვიდრე ქართული ტელევიზიები. გაჩაჩილაძეს ბოიკოტის მიუხედავად, კურიერმა მაინც მოიპოვა იმ ტელეხიდის ჩანაწერი, რომელიც დღეს მხოლოდ რუსი ჟურნალისტებისთვის შედგა. რუსთავი 2-ს და მზეს შეგიძლიათ აქედან წავიდეთ. ცნობილი იმიტომ რომ ხარ ძალიან სუბიექტური. არა, თქვენ მოაკლეთ, კი არ დაამატეთ. არც არაფერს ვერ გავუშავებთ ბატონო.
პრეტენზია გაქვთ, რომ წავიდეთ აქედან ჩვენს გარეშე ჩადეთ. არგუმენტი რა არის განსხვავება? ჩვენ მაყურებელს რა უთხრათ, რატო უნდა წავიდეთ? სუბიექტურები ხარ. მასთან დაკავშირებით, რა არ გავუშვით თქვენ კონკრეტულად? ბევრი რამე არ გავუშვით. მაგალითად, გუშინდელი ტყვიებით აჩეფილი ხალხის 1 წუთი ნახევარი მიეცით სულ. არავის არ უთქვია, რომ ტყვია იყო სამფეხში მოხვედრილი. ამასაც არ გავუშვით. მოდით ჩვენ გავუშვით მასალას და ხალხმა გადაწყვიტა სუბიექტურია თუ ობიექტური. ხალხმა, მე ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და ხალხმა თავისი გადაწყვეტოს. შეგიძლიათ დატოვოთ აქტიურობა. ხომ და მივიტანოთ მაყურებლამდე. რამე მაგ არ მინდა ჩემსაც ნუ მიიტან სააკაშვილის მიიტან. ლევან გაჩეჩილაძის ტელეხიდი მოსკოვთან დღეს ქართული ტელევიზიების გარეშე შედგა. მან რუსი ჟურნალისტების კითხვებს ისე უპასუხა, რომ რუსული არხების ობიექტურობაში ეჭვი არ შეუტანია. არის საქართველოში რამოდენიმე ტელეარხი, რომელიც სიმართლეს მალავს და მოსახლეობაში ავრცელებს დეზინფორმაციას. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტების მთავარი ამოცანაა, რომ გამოიძიონ რა მოხდა 7 ნოემბერს, 24 საათი მიმდინარეობს სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია. და მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმების ჩვენება თუ რა შეთქმულება მოაწყო ოპოზიციამ. ქართული მედია რუს ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც ერთ-ერთი თემა იყო. ეს მასალა კი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსთავი ორსა და მზეს რია ნოვოსტის სტუდია დაატოვებინა, კურიერის მოსკოვის ბიურომ გადაიღო. რუსულ მედიას ლევან გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო გეგმებიც გააცნო. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მიმაჩნია, რომ ადეკვატური კონსტიტუციური წყობა ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. სადაც დასაშვებია, რომ იყოს პრეზიდენტი, ოღონდ აბსოლუტურად შეზღუდული უფლებები. ჩვენ აღვადგენთ იმ ინსტიტუტებს დემოკრატიისას, რაც იყო საქართველოში, გავაკეთებთ რეფორმას თავისუფალი სასამართლოსი. ტელეხიდის დასრულების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ამერიკის ელჩი ხვდა. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები ჯონ ტეფტს დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ. ყურადღება იყო გამახვილებული უკვე იმ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე პრაქტიკულად, რომელიც მიმდინარეობს და გაურკვეველია პირობები და ფორმები, რატო ამ ფორმებით ასევე ძალიან დიდხანს იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ფილმები, რომელიც მუდმივ ატრიალებდა გუშინ ყველა ტელეკომპანიის საშუალებით, პრაქტიკულად ეს არის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების დასაწყებად. მე ადრეც ამაქვს ნათქვამი და კიდევ ვიმეორებ, დრონი მეფობენ და არა მეფენი. სხვათა შორის მინდა ეს უთხრა პირველ რიგში მზის კორესპონდენტებს, მინდა უთხრა რუსთავის კორესპონდენტებს და საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სირცხვილია, რასაც ჩვენ უყურებთ ეთერებში. სირცხვილია. მოვა დრო და თქვენს უყველას შეგწხვებათ იმის, რაც დღეს ხდებოდა. ისევე როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილის სანაშემწე მეთიუ ბრაიზა ოპოზიციის წარმომადგენლებს მეც შეხვდი. შეხვედრა იყო დახურული. ალბათ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ეს იყო შესაძლებლობა ჩემთვის, რომ მომესმინა და გამეგო მათი მოსაზრებები. I was glad to have that opportunity. ჩვიდაც წყნარად ყოველგვარი სიჩქარის გარეშე მივდივართ. უბრალოდ გთხოვთ დღის მეორე ნახევარში ერთიანი ეროვნული საბჭო რიყეზე შეიკრიბა და ავტოკოლონა ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ 25 ნოემბერს აქციაზე მისვლის მოწოდებით დაიძრა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ცნობის გასვლის ავტოკოლონებით, ოღონდ ამჯერად შემოვლით თბილისის ყველა რაიონს, დღეს გდანისა და სამგორის რაიონში მივდივართ. მოსახლეობასთან გეკითხება ჩავთვალე. ადგილ-ადგილ, სადაც ასე ვთქვათ, შეჯგუფული იქნება თავისი ინიციატივით ხალხი, გადმოვართ 2-20 სიტყვას ვეთქვით, მაგრამ ძირითადად კოლონების იდეა თქვენი ცით გავლაშია. აქციაზე მთავარი ლოზუნგი ისევ საქართველოს პრეზიდენტის გარეშე იქნება. ამ სლოგანით კი ერთიანი ეროვნული საბჭო სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. წინასაარჩევნო კამპანია დღეს შალვა ნათელაშვილმაც შეერთებული შტატების ელჩთან ვიზიტით დაიწყო და ბეჭდვით მედიასთან საუბრით განაგრძო დაპირებები მედიის უფლებების დაცვის შესახებ ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის ლეიბორისტი კანდიდატის მიერ გამართულ ლანჩზე მიიღეს. მეტი გულწრფელობისთვის შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავის ახალ ავტომობილზეც გააკეთა კომენტარი. ეს მერცედესი ჩემი არ გეგონოს მეგობრისა. ნათხოვარი მერსედესით ლეიბორისტების ლიდერი შეერთებული შტატების ელჩს რეზიდენციაში ესტუმრა და საკუთარი მოთხოვნები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა მისი ლიკვიდაციის გეგმაზე, პოლიტიკურ რეპრესიებზე და ტელეკომპანია იმედის აღდგენაზე ისაუბრა. ელჩისგან კი არჩევნების დემოკრატიულობის პირობა მიიღო. ელჩმა რა თქმა უნდა დაადასტურა მზადყოფნა, რომ შეერთებული შტატები ხელშეუწყობს საქართველოს სვლას დემოკრატიული გეზით და ყველანაირად დაეხმარება ქვეყანას იმისათვის, რომ არჩევნები საპრეზიდენტოს და საპარლამენტოს ჩატარდეს მაღალი სტანდარტებით, მშვიდობიანად
და დასავლური ნორმების მაქსიმალური გათვალისწინებით, რომელიც შეუწყობს ამორჩევლის ნების დაფიქსირებას. ამის შემდეგ მეგობრის მერსედესი უკვე სასტუმრო მარიოტთან გაჩერდა, სადაც შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. პირველი შეხვედრა ლეიბორისტების ლიდერმა ევროპულ სტილში გადაწყვიტა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ ლანჩზე მიიწვია. მოქმედი პრეზიდენტისგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანიც პრესის ჟურნალისტებს თავიდანვე გაანდო. განსხვავებით დღეს მოქმედი პრეზიდენტისგან მე თქვენი მკითხველი ვარ რიგით და თაყვანისმცემელი. აღიარების შემდეგ შალვა ნათელაშვილი დაპირებებზე გადავიდა. ჟურნალისტების უფლებების დაცვა, მასმედიის მხარდამჭერი ფონდის დაფუძნება და სახელმწიფო ხარჯებით საზღვარგარეთ სტაჟირება. საარჩევნო პროგრამის მოსმენის შემდეგ არაოფიციალურ გარემოში ჟურნალისტებმა შეკითხვებიც დასვეს. მთავარი თემა ცნობილი სატელეფონო ჩანაწერები გახდა. ეს იყო იმ საკითხის გარკვევა, რომელიც ტელეეთერით გავიდა, იმიტომ რომ ჩემთვის შოკი იყო ის, რასაც მე ვუყურე, ის ბრალდება იმ мотивაციით, რომელიც გამოვიდა ტელევიზიით, რომ ადამიანი ჩვენი პოლიტიკური ერთ-ერთი მოღვაწე არის უცხო ქვეყნის აგენტი, პირადად ჩემთვის ეს შემაძრწუნებელია. ყველა კითხვა იყო საქმიანი, დასაბუთებული, საჭირო და აი გულიდან ამოსული კეთილი განსხვავებით. რაც ჩემს თვითკრიტიკულობას აკლია და მე არ შემიძლია შევაფასო ისე, როგორც ამას მოითხოვს საზოგადოება, ამ საქმეში მეხმარება ტელევიზია და მასმედია. გინდაც გადაჭარბებული იყოს. ჟურნალისტებს უნდა გვაინტერესებდეს ყველა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ის იქნება მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი ან პრეზიდენტი. შალვა ნათელაშვილის პირველი საარჩევნო შეხვედრა 2 საათში დასრულდა. პრეზიდენტობის კანდიდატი კამპანიას უკვე ტელე და რადიო ჟურნალისტებთან შეხვედრით განაგრძობს. და პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი კურიერში ჩვენს შეკითხვებს მომავლის პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი უპასუხებს. საღამოშვიდობისა ბატონო გია. საღამოშვიდობისა. ბატონო გია, როდის დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას გია მაისაშვილი და რით იქნება იგი განსხვავებული? გიორგი მაისაშვილმა უკვე დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, მაგრამ განსხვავებით ჩვენი ქვეყნის მოქმედი დროებითი პრეზიდენტისგან მას არ აქვს შესაძლებლობა ტელეეთერის გამოყენებისა და საზოგადოებასთან პირდაპირ მიდის, პირდაპირ მართავს ღია ლექციებს, ღია შეხვედრებს კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებზე, ქვეყნის განვითარების სახელმწიფოებრივ მოდელზე, განათლებაზე, საგარეო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს აქვს, რაც თითოეულ ადამიანს აქვს და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი იყენებს ტელევიზიას და მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს პირდაპირ ჩართვა და განუწყვეტელი დაპირებები, შეხვედრები და ასე შემდეგ. ეს არის ფაქტიურად ძალიან უსამართლო, ძალიან არაკომპეტენტური, სასაცილო სიტუაცია, როდესაც დასავლეთში უკვე საქართველოს ადარებენ ერთ-ერთ ასევე ჩამორჩენილ ქვეყანას და უწოდებენ მინი პაკისტანად. იმიტომ რომ ეს პერვეზ მუშარაფი და მიხეილ სააკაშვილი დარჩა ორი უკანასკნელი ესეთი სამარცხინო პროექტი ახლანდელი ადმინისტრაციისა, ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი ქვეყნის, მთელი კაცობრიობის საზრუნავია, რა უნდა უყონ ესეთ არასტაბილურ, ესეთ ავტორიტარულ პაკისტანს და აი ამის ფონზე მინი პაკისტანად არის განხილული საქართველო მთლიანად საერთაშორისო იზოლაციაშია. ჩვენ გვინდა ისეთი პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება უაღრესად თანამედროვე, უაღრესად ტრადიციული, უაღრესად განსხვავებული სხვებისგან, რომელიც შექმნის შესაძლებლობას მისი მოქალაქეებისთვის და იქნება მაგალითი არა პაკისტანისა, არამედ ნორვეგიისა, ფინეთისა, საქართველოსი. დავიღალეთ პაკისტანებისგან, დავიღალეთ ზიმბაბვისგან და ესეთი ოდიოზური ქვეყნებისგან. ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტი, რომელიც მუშარაფს გავს, ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტი, რომელიც გავს რობერტ მუგაბეს, ჩვენ გვინდა პრეზიდენტი, რომელიც გავს ჩვენს ღირსეულ წინაპრებს და თანამედროვე. ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ კონკრეტულად თქვენი და ზოგადად ოპოზიციური ძალების შანსებს ხუთიანობის არჩევნებს? ჩვენი შანსები ძალიან მაღალია, თუ კი მოგვეცემა შესაძლებლობა საზოგადოებას მიუტანოთ ჩვენი აზრები და მე მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი. რას გულისხმობთ, რომ თუ კი მოგეცემათ საშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი აზრი? ზალიკო, შენც ხო არ დაგჭირდება მტკიცება იმისა, რომ ჩვენ არ აქვს შესაძლებლობა ტელევიზიით გამოსვლისა და მთელი დღის მანძილზე. თუმცა თქვენ ახლა ეთერში საუბრობთ, ბატონო გიორგი. არა, კი საუბრობ 2 წუთით და იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ და მიხეილ სააკაშვილი 5 დღის
დღის მანძილზე ტელევიზიიდან მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, მოქმედი. ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ როდესაც უკვე გადადგება თანამდებობიდან, მერე წინა საარჩევნო კამპანია დაიწყება და ყველა უკვე თანამდებობებში იქნება. სანამ რასაკვირველი არ იქნება, სანამ გადადგება თანამდებობიდან ჩამოიარა ყველა ასე თუ ისე მოქმედი ბიზნესმენი, ყველას ჩამოართვეს ის მატერიალური შესაძლებლობები, შექმნეს უზარმაზარი მდიდარი საარჩევნო შტაბი და ასეთ არათანაბარ პირობებში აყენებს დანარჩენ კანდიდატებს. მე მინდა მივმართო თქვენი ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. დასავლეთში პრეზიდენტების კანდიდატები ერთმანეთს დებატებში იწვევენ და დებატებში ხდება მათი ეკონომიკური პროგრამის, მათი საგარეო პოლიტიკის, მათი სოციალური პროგრამის, საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბება, დებატები და ესეთ პროფესიონალურ, ცივილიზებულ დონეზე ხდება პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა. დღეს საქართველოში ესეთი რამე არ ხდება. ერთი მხრივ ასპარეზი აქვს მიხეილ სააკაშვილს და მეორეს მხრივ მზადდება ესეთი ნეგატიური სიუჟეტები სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებზე. იცით რა შეასაქმე? ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება. მე ძალიან მინდა გამარჯვება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა გამარჯვება კლასით, ღირსებით და არა ყველაფრის ფასად. მიხეილ სააკაშვილმა რომელიც გაიმარჯვოს, ესეთი გამარჯვება დამარცხებას ნიშნავს, იმიტომ რომ გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტობისთვის თუ გინდა ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩვენ გვინდა გამარჯვება იმისათვის, რომ ქვეყანა ავაშენოთ ისეთი, რომელიც იქნება მაღალ მეცნიერებაზე, პროგრესულ ეკონომიკაზე, მაღალ კულტურაზე, თითოეული ადამიანის პირად ღირსებაზე და თავისუფლებაზე და ბედნიერებაზე დაფუძნებული. ესეთ საზოგადოებას ვერ ააშენებ თუ შენ გაიმარჯვებ ესეთი ბინძური ხრიკებით, როგორითაც დღეს მიხეილ სააკაშვილი წარმართავს თავის კანდიდატურას. ბატონო გიორგი, თქვენთვის მისაღებია თუ არა, რომ ოპოზიციას რამდენიმე კანდიდატი ყავს არჩევნებზე თუ დაუშვათ უკეთესი იქნებოდა ერთიან კანდიდატზე მომხდარიყო შედეგი? იცით რა, მე ვინა ვარ, რომ გადავწყვიტო რამდენი კანდიდატი უნდა ყავდეს ოპოზიციას. ყველა თავისუფალ ქვეყანაში ყველას აქვს შანსი თავი წარმოადგინოს. იმიტომ რომ წარმოადგინოს არა მხოლოდ და მხოლოდ ამბიციით, არამედ წარმოადგინოს კონკრეტული პროგრამით, კონკრეტული გეგმით, კონკრეტული ხედვით და რა მექანიზმებია იმისა, თუ საიდკენ უნდა წაიყვანოს ქვეყანა, როგორი ეკონომიკა უნდა შექმნას, როგორი შესაძლებლობების ქვეყანა, როგორი თანამედროვე ქვეყანა. ეს თუ არა გაქვს, მაშინ მონაწილეობას რა აზრი აქვს? ჩვენ გვინდა დებატები პროგრამებს შორის, ჩვენ გვინდა დებატები შეხედულებებს შორის და არა უბრალოდ ინდივიდებს შორის. ესეთი ადამიანები ვინც გამოჩნდებიან, ყველას აქვს ამის შანსი და მე უკვე საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი გვინდა, ის რომ მთავარია ეკონომიკა, მთავარია ცოდნის ეკონომიკა, შესაძლებლობების ეკონომიკა და შესაძლებლობების ეკონომიკას მხოლოდ და მხოლოდ ასეთივე მაღალ კვალიფიციური საგანმანათლებლო სისტემა, ცოდნის მუშაკები ქმნიან. ამიტომ ეს ორია მთავარი ჩვენთვის, მაგრამ ეს ორი გვჭირდება იმისათვის, რომ სამართლიანობაზე, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება შევქმნათ, რომ საზოგადოება არ არის მაჩანჩალა, საზოგადოება არ არის უსამართლო, არამედ საზოგადოება არის ერთმანეთთან პირადი პასუხისმგებლობის და ერთმანეთზე მოვალეობის